თბილისის მდგრადი განვითარების მე-16 რეგიონული ფორუმის ფარგლებში დილიდან სხვადასხვა თემაზე პანელური სესიები გაიმართა სასტუმრო პარაგრაფში. სესიებზე განხილული საკითხები შეეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა მშვიდობის როლი მდგრადი მომავლის ფორმირებაში, დიდი ჰესების როლი ენერგოდამოუკიდებლობაში, დემოგრაფია, მიგრაცია, პოლიტიკური სუვერენიტეტის საკითხი და სხვა. აღნიშნული ფორუმი არის ეფექტური პლატფორმა გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და ახალი იდეების გაზიარებისთვის, რომელიც ქმნის ქალაქების თანამშრომლობის და განვითარების მდგრად და გრძელვადიან პერსპექტივას. ფორუმი 20 ქვეყნის 1000-მდე სტუმარს, დიპლომატებს და ექსპერტებს აერთიანებს. ფორუმზე განხილული იქნა ბევრი საინტერესო საკითხი, მათ შორის მშვიდობის როლი რეგიონულ პოლიტიკაში და დაძაბულ ვითარებაში და ასევე სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები. ჩვენ განვიხილეთ პანელზე ასევე ეკონომიკური სუვერენიტეტის საკითხი და ის თუ როგორ შეუძლიათ პატარა ქვეყნებს და ასე ვთქვათ გლობალური კაპიტალიზმის მცირე ასე ვთქვათ ქვეყნებს გარკვეული ტიპის მანევრის მოძიება და ეკონომიკური სუვერენიტეტის გარკვეული პრინციპების დამკვიდრება საკუთარ ეკონომიკებში. ბევრი ფიქრობს, რომ შეიძლება ნავთობი უბრალოდ განახლებადი ენერგიით შეიცვალოს. შესაძლოა შორეულ მომავალში მოხდეს, მაგრამ მანამდე ჯერ კიდევ ძალიან გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. სწორედ ამიტომ ირანისა და ჰორმუზის სრუტის მოვლენები კრიტიკულია და ყველას გვეხება. ჩემს კარიერაში ომი მინახავს. ომი უნდა იყოს ყველაზე უკიდურესი საშუალება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მის თავიდან ასაცილებლად. სამწუხაროდ დასავლეთში, როგორც ევროპაში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ომის პოლიტიკა ინსტრუმენტად ზედმეტად ადვილად მიიღება. ამ საუკუნეში გვქონდა ავღანეთი, ერაყი, ლიბია, სირია, უკრაინა და ახლა ირანი. ეს არ არის კარგი შედეგი, რადგან არც ერთი ეს ომი წარმატებული არ ყოფილა. ვფიქრობ, უფრო საფუძვლიანი განხილვის შემთხვევაში სხვა გზას ავირჩევდით, დიპლომატიის გზას. ენერგეტიკის სექტორიდან გამომდინარე კი ვიტყვი, რომ ომი ეკონომიკურად წარმოუდგენლად დამანგრეველია. ფულის საშინელი ხარჯვაა და განვითარებადმა ქვეყნებმა იარაღზე კი არ უნდა დახარჯონ ფული, არამედ ეკონომიკურ განვითარებაზე. ამ იდეას მთლიანად ვუჭერ მხარს და რაც უფრო მალე გაიგებს ამას დასავლეთი და დაიწყებს თანამშრომლობის მსგავსი სიტყვების გამოყენებას, მით უფრო უკეთესი იქნება.